ვაგრძელებთ გადაცემას. სოფლის განვითარების სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერების ხელშეწყობაზე და მათ განვითარებაზეა ორიენტირებული. ახლახან სააგენტოს ერთ-ერთ წამყვან პროექტ შეღავათიან აგროკრედიტს მოცვის პირველადი წარმოება დაემატა. როდიდან და რა პირობებით შეძლებენ ფერმერების შეღავათებით სარგებლობას და გარდა ამისა, რაც ცვლილებები და სიახლეებია სააგენტოს პროგრამებში. გიორგი დარჩია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გვერდდება ბიზნეს პოსტის სტუდიაში და მასთან ერთად თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუდიაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. ბატონო გიორგი, მთავრობის გადაწყვეტილებით ვიცით, რომ 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები აგროკრედიტით, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ. რამ განაპირობა ამ ახალი კომპონენტის დამატება არსებულ პროგრამაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ესე იგი მოცვი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა. მოცვის გაშენებას ჩვენ ხელს უწყობთ ჩვენი ერთ-ერთი ასევე წამყვანი პროგრამით დანერგე მომავალი, როგორც მოგახსენებათ. ამ პროგრამით ჩვენ დაახლოებით 40 მილიონი თანადაფინანსებული გვაქვს 2700 ჰექტარზე გაშენება მოცვის. წელს დასავლეთ საქართველოში მოგახსენებათ იყო მძიმე მეტეოროლოგიური პირობები, მან არსებობდა ახალგაშენებული ბაღები, ახალი ბაღები, პატარა ნერგებით, რაც მოწყვლადი არის მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისთვის. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მოცვის მზარდ და დინამიურ სექტორს ემუქრებოდა ზრდის ტემპის შენელების საფრთხე. ამ საფრთხის აღმოსაფხრელად გადავწყვიტეთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა. გარდა იმისა, რომ მოცვი არის მაღალხარისხიანი ნიშური ქართული პროდუქტი, რომელიც დოვლათის შესვლას უზრუნველყოფს სოფლად, საერთაშორისო ბაზარზე ასევე ჩვენ პოზიციებს ამყარებს. მაგალითად, წელს უკვე 4000 ტონაზე მეტი მოცვი არის ექსპორტირებული, მაისის თვიდან მოყოლებული და ეს არის დაახლოებით 29 მილიონის ღირებულების, რაც დაახლოებით 10%-ით მეტი არის შარშანდელ მოცულობასთან და ასევე ფასიც მზარდი არის. ფასი არის უკვე დაახლოებით 30%-ით მეტი. ამიტომ ეს საფრთხე მზარდი და დინამიური სექტორისთვის, რომ გაგვენეიტრალებია, გადავდგით აღნიშნული ნაბიჯი, დავამატეთ შეღავათიან აგროკრედიტში, რომელშიც ძირითადად არის კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართული სესხების პროცენტის დაფინანსება, დავამატეთ საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად მიმართული სესხები. ესე იგი, ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო 12 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხის პროცენტის გადახდას არაუმეტეს 9%-ის ოდენობით. და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი ისევ მზარდ ტენდენციაზე დააბრუნებს აღნიშნულ სტრატეგიულ სექტორს. საინტერესოა, შეუძლია თუ არა ამ კომპონენტით ისარგებლოს ყველა ფერმერმა, თუ საჭიროა იგი რაიმე კრიტერიუმს ან რაიმე პირობას აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამაში ჩაერთოს? არანაირი დამატებითი კრიტერიუმი არ არსებობს, უბრალოდ ბანკში უნდა მივიდეს, ბანკისგან თუ ეკუთვნის სესხი, მისი ბიზნეს ოპერაციებიდან გამომდინარე და ბანკის სესხს თუ მისცემს, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, კომერციულ ბანკზეა დამოკიდებული, მაშინ ჩვენ დაუფინანსებთ პროცენტს. ჩვენ არ ვერევით არაფერში გარდა პროცენტის თანადაფინანსებისა. ბატონო გიორგი, უფრო ვრცლად რომ გავშალოთ თემა, ჩვენ ფერმერები გვიყურებენ და საინტერესოა მათთვის ახსნათ, რა პირობა არის იმისთვის საჭირო, რომ მათ მიიღონ ეს სესხი, როგორი იქნება შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთი, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ თემასა და მინიმუმ რა თანხაზეა საუბარი და მაქსიმუმ რა თანხაზე? მოგახსენებთ, ესე იგი მინიმუმ უნდა იყოს 10000 ლარი სესხი, იმიტომ რომ უფრო წვრილს აზრი არ აქვს, ეგრეთ წოდებული ბიზნესის სახე ამას ვერ ექნება. მაქსიმუმ 100000 ლარზეა საუბარი, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ აი ზუსტად იმ ყველაზე მოწყვლად ჯგუფის ფოკუსიდან გადაუხვიოთ, ამიტომ ეს არის ეს ჩამკეტები ზემოთ და ქვემოთ. და როგორც მოგახსენეთ 9%-ს დაუფინანსებთ, თუნდა მათ შეუძლიათ დააფინანსონ ესე იგი მოვლის საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, სამუშაო ძალის დაქირავება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება. ნუ რა თქმა უნდა, ხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას საოპერაციო სესხით ვერ შეისყიდიან, თუმცა ამისთვის არსებობს ცალკე კომპონენტი შეღავათიან აგროკრედიტში და იმითი შეუძლიათ, რომ
შეიძინა. კი ბატონო, გადავინახოთ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორც ცნობილი გახდა, მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვალში გურიასთან და იმერეთში თითოეულობით დაზარალებულ ფერმერებს დაეხმარება. თქვენ ხართ ჩართული სწორედ ამ თქვენი სააგენტოა ჩართული ამ დახმარების პროგრამაში, ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით და ამავდროულად რას მოიცავს აღნიშნული დახმარების პაკეტი? კი ბატონო, მადლობა ამ შეკითხვისთვისაც. ესე იგი, თქვენ სწორედ ბრძანეთ, გურიასა და იმერეთში თითოეულობა იმხელა იყო, რომ დაანგრია ნაგებობები. ჩვენ სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით თანადაფინანსებული გვაქვს განვითარება ბიზნესების, რომელიც მოიცავს შენობა ნაგებობებს და ჩვენი ბენეფიციარები დაზიანდნენ. ესენი არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა, ქალების საპილოტე პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასასტმრო მეურნეობების განვითარებას. ბოდიში არ შემეშალოს და შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება. ესე იგი, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ნაგებობებთან. ეს ნაგებობები დაინგრა, დაზიანდა, ფაქტიურად გამოვიდა ისე, რომ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც განვითარება უნდათ, აღმოჩნდნენ ძალზე რთულ ვითარებაში, განვითარების მაგივრად შეიძლება ზარალებთან კონდეთ უკვე საქმე. ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ გავანვითარეთ პროგრამა, რომელსაც 22 ივლისიდან გავუშვებთ და ითვალისწინებს სათბურების შემთხვევაში 15000 ლარით დახმარებას, არა 25000 ლარით დახმარებას, მერძევეობის დარგის ფერმის შემთხვევაში 40000 ლარით დახმარებას და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემთხვევაში 100000 ლარით დახმარებას. ეს გრანტი არის დახმარება. გრანტია ერთჯერადი, ისიც გრანტი იყო, რისი მეშვეობითაც განავითარეს ის დაანგრეული. თუმცა კიდე ერთი მომენტი არის. ესე იგი, არის ასეთივე ბიზნესების განვითარება მხოლოდ ჩვენი სხვა კომპონენტი პროგრამის მეშვეობით, ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტი. თუ მათ დაენგრათ აღნიშნული საწარმოები, მათაც დავეხმარებით. იგივე თანხით. და ამ შემთხვევაში როგორ ხდება ბატონო გიორგი ჩართვა პროგრამაში, მათ განცხადებით უნდა მოგმართონ თუ როგორ არის თანამშრომლობა თქვენს სააგენტოს? აქ უკვე ბანკი არ არის, აქ უკვე ჩვენი ოფისების და ელექტრონული საშუალებით რომ იტყვიან, ესე იგი, იმეილზე შეუძლიათ რომ გამოაგზავნონ. ამას ჩავთავთ მე შემეშალა, ესე იგი, შეღავათიან აგროკრედიტს ჩავთავთ 4 შაბათს, მომავალ 4 შაბათს. და ამას ჩავთავთ 22 ივლისს. კი ბატონო. ესე იგი, შეუძლიათ მოგვართონ იმეილით და შეუძლიათ მიიტანონ განცხადები ჩვენ რეგიონულ ოფისებში, ასევე ჩვენ თბილისის მთავარ ოფისში. ეს იქნება ნოემბრის ბოლომდე. და ბიუჯეტით არ გვაქვს ჩაკეტილი ეს პროგრამა. რასაც მივიღებთ და დავადასტურებთ, რომ ჩვენი პროგრამების საფუძველზე. თუმცა თანხა როგორ გადანაწილდება ბენეფიციარებს შორის? აი მაგალითად, თუ ფერმაზე 40000 ლარი არის და დაინგრა ნაწილი, მის აღდგენას დაჭირდა 30000 ლარი დაადასტურებს ბენეფიციარი, რომ აღადგინა 30000 ლარად, მივცემთ 30000 ლარს. თუმცა მაქსიმალური რაც გამოყოფილი იქნება ამ კომპონენტების მიხედვით არის 25000, 40000 და 100000. კი ბატონო. შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, ეს არის სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის მსურველი ფერმერების ფინანსური დახმარება. ეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოთხოვნად მიმართულებად რჩება განსაკუთრებით მსხვილ ფერმერებში. იზრდება დაფინანსება, საინტერესოა ვის შეუძლია ამ პროგრამით ისარგებლოს და ამავდროულად პროგრამის ბიუჯეტი რამდენი იქნება. კი ბატონო, თქვენ სწორედ ბრძანეთ, იზრდება დაფინანსება 150000 ლარიდან 250000 ლარამდე და რას დავეყრდენით? ესე იგი, ჩვენი ყველა პროგრამა მიმართული არის კერძო სექტორის განვითარებისკენ. კერძო სექტორი სადაც აქტიური არის და დინამიურია და მიიწევს წინ, ჩვენ მათ როგორც სახელმწიფომ ხელი უნდა შევუწყოთ. მიზანი ამ პროგრამის იყო მოსავლის ამღებ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა. ბოლო 3 წლის დინამიკაში დავაკვირდით და შევამჩნიეთ, რომ ბოლო 3 წელი ტრენდულად იზრდება მოთხოვნა მრავალფუნქციურ მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. მრავალფუნქციური მოსავლის ამღები ტექნიკა არის შესაბამისად უფრო ძვირი. იმისთვის, რომ ჩვენი მიზნისთვის არ გვეღალატა, ავყევით ბაზრის მოთხოვნებს, ტრენდს და
მივყევით კერძო სექტორს იმაში, რომ შეიძინონ მრავალფუნქციური ტექნიკა, რაც უფრო ძვირია და ამიტომ გავზარდეთ ჩვენი თანადაფინანსების მაჩვენებელიც. ბატონო გიორგი, დასასრულისკენ მივდივარ და აუცილებლად უნდა გითხოთ იმ პროგრამაზე, რომელიც ახლახანს განახლდა და ეს არის მაღალმთიან დასახლებაში სამერწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. როდიდან მოხდება ამ პროგრამაზე რეგისტრაცია, როდის იქნება შესაძლებელი, აქ რა პირობებით ვართ და როგორი არის ბიუჯეტი? ესე იგი, უკვე ორი ხდება, დღეს 12 საათზე გავხსენით ეს პროგრამა, ჩაუშვით 5 მილიონი ლარი არის ბიუჯეტი. მივიღეთ 57 განაცხადი. 12 საათი და? დიახ, ეს ყველა ჩვენი პროგრამა სარგებლობს დიდი საკმაოდ აქტიურობენ, ხო? კი, დიდი პოპულარობით, იმიტომ რომ ბაზრის მოთხოვნებზე არის მორგებული. ვიცით ბაზარს რა მოთხოვნა აქვს, პროგრამის დიზაინს გავაკეთებთ, წინასწარ მოვახდენთ ამის კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ბაზარი ელოდება და შესაბამისად მალე ითვისებენ. ესე იგი 57 განაცხადი მივიღეთ. ეს არის მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხარდაჭერის პროგრამა. აქ ერთი საყურადღებო მომენტი არის ის, რომ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კომპანიები და ბიზნესები ფინანსდებიან ჩვენი მხრიდან, შესაძლებელია სხვა ბიზნეს ობიექტების დაფინანსება, შეიძლება ეს იყოს სასტუმრო, შეიძლება იყოს ეს კვების ობიექტი და ყველა ის ბიზნეს აქტივობა, რაც არ არის გარკვეულ შეზღუდვების კატეგორიაში, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სამურინე და ასე შემდეგ. ვადები თუ არის განსაზღვრული, დღეს გაიხსნა 12 საათად და როდემდე შეუძლიათ რეგისტრაცია მოახდინოს? ზოგი პროგრამა განსაზღვრული არის ბიუჯეტით, ზოგი პროგრამა განსაზღვრული არის ვადით. ეს პროგრამა და რასაც 15-ში გავხსნით მოსავლის სამღები, ორივე ბიუჯეტით არის. იქ 10 მილიონი არის მოსავლის სამღებში, აქ 5 მილიონი. 5 მილიონ ბიუჯეტიან პროგრამაში 57 განაცხადი ნორმალური მაჩვენებელია, მინიმალური თანადაფინანსება უნდა იყოს 30,000 ლარი, მაქსიმალური თანადაფინანსება უნდა იყოს 100 ლარი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგი 40,000 ლარიანი იყოს, ზოგი 100,000 ლარიანი და ასე შემდეგ და 57 ჯამში ესეთი რომ დაჯამდა, მივახციეთ 5 მილიონის ბიუჯეტის ჭერს და პროგრამა გაჩერდა. რადგან თანადაფინანსება რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, მანაც უნდა ფერმერი ან ბიზნეს სუბიექტი, მანაც უნდა ასე ვთქვათ მიიღოს თანამონაწილეობა, რამდენი პროცენტით და ის საინტერესოა ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმებია განსაზღვრული. თანადაფინანსება გვაქვს 50%-იანი. თუ მოსავლის ამღებში ჩვენი თანამონაწილეობა 30%-იანია, აქ არის 50%-იანი, უბრალოდ ახალგაზრდა მეწარმეებზე დამატებით 10%-იანი ბენეფიტი არის და 60%-ზე ავდივართ. არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს, რომ არ გამოვიდეს ისევ, რომ ჩვენი ფოკუსიდან გადახრა არის და ყველაზე უფრო მოწყვლად განვითარება და საშუალო და მცირე სექტორს ვეხმარებით. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ დიდ ბიზნესებს არ ვეხმარებით, მათაც ვეხმარებით. მოგეხსენებათ ეკონომიკის განვითარებაში ისინი ლოკომოტივები არიან და იბავენ ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს და მათაც ანვითარებენ, თუმცა ეს პროგრამა კონკრეტულად და ჩვენი პროგრამების უმეტესობა საშუალო ბიზნესის და მცირე ბიზნესის განვითარებაზე არის მომართული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენ სიახლეებით ბუნებრივია კიდევ გელოდებით სტუდიაში მაყურებელს შევახსენებ გიორგი დარჩია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებზე და იმ სიახლეებზე რომელიც სააგენტოშია დაგიკვილი. დღევანდელი ბიზნეს პოსტი ამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის ხვალამდე გემშვიდობებით.